უკრაინაში, ასე ვთქვათ, ომის დაწყების შემდეგ გახსოვთ თქვენ არანაკლები გამოსვლები დაიწყო პარლამენტის წინ და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გაიხსენეთ, იგივე თითქმის საზოგადოება მაშინაც იყო კაცრი მოთხოვნები, დამონათება, ხო გახსოვთ ხომ? მოხალისეების გაგზავნა, იარაღის გაგზავნა, სანქციების მიღება, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და ჩვენი, ასე ვთქვათ, ტერიტორიების დაბრუნება და შანსი გვაქვს ამისა და ჩვენ არ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მაგრამ ამ ყველაფერი მიმდინარეობდა სწორედ ამ უწყვეტი აქციების რეჟიმში. ხო გახსოვთ, დიდი ეკრანი იყო დადო და მოგვიწოდებდნენ და როგორ ამონათებდნენ რუსული ხელისუფლება, მხდალი ხელისუფლება და ასე შემდეგ. ეხლა გავაანალიზოთ, რომ დაუშვათ და ამ ნებათა ხელვას დათანხმებოდა ჩვენი ხელისუფლება. მაშინდელი რომ ვერ გაეძლო ამ წესისთვის და დათანხმებოდა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც მაშინ იყო გაჟღერებული ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ვინმეს აქვს გააზრებული თუ რა მოყვებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას? გააზრებული აქვს ვინმეს? ქვეყანა, რომელიც ეს პატარა ქვეყანა არც ნატოს წევრი ვართ, არც ევროკავშირის, ხო, დაუცველი მთლიანად რა შეიძლებოდა მოყოლებოდა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება. ამაზე პასუხისმგებელი იგივე ხალხი ხო მოთხოვდა პასუხს, რომ რატომ მომისმინე კაცო მე? დაგეცვა შენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები და ჩვენ ეს გავაკეთეთ ამ წნეხის მიუხედავად ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, დავიცავით ჩვენი უსაფრთხოება და საპირისპირო შედეგი მივიღეთ. ირაკლი უყურე, საპირისპირო შედეგი საზოგადოებამ დაინახა თავისი ხელისუფლების მტკიცე პოზიცია, თავისი ხელისუფლების პრინციპულობა, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.